გამარჯობა ჩემო მეგობრებო, მოვედი ახლა მე რომ გასწავლოთ უცებ ძალიან მარტივი, ფუმფულა, გემრიელი პატარა მაფინების რეცეპტი. რისთვისაც გვჭირდება ძალიან ცოტა ინგრედიენტები, რომელიც სახში ყველას მოგოპოვება. პირველ რიგში გეტყვით მშრალ ინგრედიენტებს, რისთვისაც გვჭირდება 250 გრამი ფქვილი. წინასწარ მაქვს გაცრილი, მაგრამ ჩაყრის დროს მერე კიდევ უნდა გავცრა. ასევე გვჭირდება ამისთვის 60 გრამი კაკაო, მაგრამ მე ამას ძალიან ვშვები იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს მეტი კაკაო რო არის და ძალიან ტკბილი რომ არ არის და ცოტა სიმწარე რო დაყვება. ამისთვის გვჭირდება შემოკარგო გამაფხვიერებელი და ასევე გვჭირდება ვანილი. სველი ინგრედიენტები ჩვენ გვჭირდება 4 კვერცხი ჩვეულებრივი ზომის. გვჭირდება ასევე გამდნარი 200 გრამი კარაქი, შემდეგ დავწერ დაბლა აღწერილობაში. გვჭირდება 150 მილიგრამი რწე და გვჭირდება 250 გრამი შაქარი. პირველ რიგში ჩემო კარგებო, მშრალი ინგრედიენტები უნდა შევურიოთ ერთმანეთს. ყოველთვის, როდესაც ვაკეთებ რამეს, ან ვინმე აკეთებს და წერია იმაში, რა ქვია, წერია აღწერაში დოზები, არასდროს თუნდაც ჩემი გაკეთებული, არასდროს არ გამოდის ყოველთვის ერთი და იგივე დოზა, თუნდაც ხვისი რეცეპტი გავაკეთო. ამიტომ თქვენ თვითონვე მიხვდებით, ჩემო მეგობრებო, რა დაჭირდება, რამდენი და როგორ. შეიძლება ცოტა ფქვილის დამატება დაჭირდეს, იმიტომ რომ უნდა იყოს არაჟნის სისქის ანუ მასა რა, არც ძალიან თხელი უნდა იყოს, რომ არ ამოვიდეს და გაუჭირდეს შიგნიდან გამოცხობა და არ უნდა იყოს ძალიან მძიმე, ვინაიდან და რადგანაც არ გაუჭირდეს შემდგომ ამოსვლა. ეხლა რაც შეეხება მას, არ მეყვარს გამოკრანჭული ვიდეოები, რომლებსაც მთელი თვე და მთელი საუკუნე ამუშავებენ რაღაცებს, ამოჭრიან, მოაწებებენ რაღაცეები, როგორც მიყვარს მარტივი რეცეპტები, ისე მიყვარს ესე მარტივად ვიდეოების გადაღება. ასე რომ ჭირდება 18 გრამი გამაფხვიერებელი, მე მქონდა 2 ცალი გახსნილი და ორივე ჩავაყრი, იმიტომ რომ 18 გრამი გამოვიდეს ერთად გამაფხვიერებელი. კი ბატონო, და ესეც ვანილი. ჩავყაროთ ვანილი. ასე. ეს შემდგომ მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში. ასე. დაგანახეთ ეხლა. ავურიეთ ეს. რა თქმა უნდა, აქ ცოტათი დამეყარა კაკაო. აი, ავურიეთ ასე ერთმანეთში. გადმოვიღებ შემდგომ ცალკე ჯამში. აი, ჩემო მეგობრებო, ასე. გადმოვიღეთ ცალკე და ამას შევინახავ აქეთ. ეხლა ჩვენ გვჭირდება 4 კვერცხი, როგორც გითხარით, თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გატეხოთ და მოიმარაგოთ, როგორც სხვა რაღაცეები, მაგრამ კვერცხის პროცესი ყოველთვის მიყვარს, აი ეს ბავშვობაშიც და ეხლაც ვიდეოსთვის უკეთესია. ყველაფერი წინასწარ გამზადებული, მაგრამ ბუნებრივობაც არ უნდა დავივიწყოთ.
ასე. და ესეც მეოთხე ჩემო ამაზებად პატარაზე ჩავარდა ეს კვერცხის ნაჭუჭი და არავუშავს ამოვიღე. 250 გრამის შაქარი მაქვს აქ მე, ეს შაქარი. ეს არ შეიმჩნიოთ, გამიფუჭდა და ეხა ვერსად ვერ წავიდოდი, რა თქმა უნდა, ამის მოსატანად და მეორე არ მაქვს და ამას მიქსერით ათქვეყაც არ უნდა, იმდენად მარტივია. ასე. ასე წავიღე. ასე, всё. შემდეგ ჩავასხავთ ამ ჩვენს გამდნარ 200 გრამ კარაქს. ასე. 200 გრამი გამდნარი კარაქი. ავურიოთ. ასე 150 მილიგრამი გრძე გვჭირდება, მაგრამ ეს 125 გრამიანია და ამიტომ მე ძალიან ცოტას დავამატებ კიდევ. ეს ყველაფერი ავურიოთ. აი ასე. всё. გამოდის აი ასე, შეხედოთ. და ეხლა მე ეს ყველაფერი წეღან ხო გაცრილი მქონდა. კიდევ ხელახლა აი ასე. გავცრი ჩემო კარგებო, ნახეთ. ამას ეხლა ყველას ჩავყრი, მოვურევ კარგად და განახევთ მერე ჩემო კარგებო, როგორი მასა იქნება. აი ჩემო კარგებო, უნდა იყოს უყურეთ, აი ესეთი არაჟნის დისკის, ნახეთ, მასა. თხელი არ არის ძალიან, არც ძალიან სქელი არ უნდა იყოს. ნახეთ. რომ შემდგომ ამოსვლა არ გაუჭირდეს. და არც ძალიან თხელი უნდა იყოს, რომ შიგნიდან არ გამოშრეს. გჭირდება ასეთი ფორმები და გჭირდება, რა თქმა უნდა, აქ ჩასაფენი ქაღალდი. ვინაიდან და რადგან არც მე აღარ მაქვს ქაღალდი და წინაზეც რა გავაკეთე 2 დღის უკან ქაღალდი არ მიყიდია, მაქვს აი ასეთი ქაღალდი და ეხა გასწავლით აი როგორ გააყოფოთ მაფინების ფორმები სახში მარტივად. ეს ეხა არასწორად მოვახიე მე, მაგრამ არა უშავს. გადავკეთოთ შუაზე. ჭირდება 1 მაკრატელი, ეს არასწორი კუთხე მოვაჭრათ. ესეც გავჭრათ შუაზე. ასე. ხომიერეთ, აი 2 ცალი ასეთი ქაღალდი. 4 კუთხეები, შოვლებთ. ეს ახლა ერთმანეთზე იდოს და უყურეთ რა შვებით. შუაში ვჭრით და მოვდივართ აი აქამდე. მეორე მხარესაც შუაში ვჭრით. ნახეთ, მოვდივართ აქამდე. მესამე ვჭრით
მოვდივართ აქამდე. მეოთხე ჭრით მივდივართ აქამდე. უყურეთ, შუაში აი რჩება უყურეთ ესეთი ადგილი. ეხლა შემდგომ ვაკეთებ რას? უყურეთ, დავადოთ აი ასე. თქვენ გექნებათ პატარა ჭიქა ან რაღაც ისეთი, რომ ამას ჩაეტიოს და ეს არის ჩემი მარილის და საფქვავი და შეხედეთ შუაგულში. ჩავდებ ამას, გავუკეთებ აი ასე და ამებს გავუსწორებ. აი ასე კარგად რომ მიიღოს ამის ფორმა. უყურეთ, ამას რო ამოიღებთ, გაიშლება, მაგრამ მასას რო ჩაასხავთ, ჩვეულებრივ ეხლა ვეცდები, რომ აი ესე ხელით როგორღაც განახოთ. შეხედეთ, ესო გაუშვა, გაიშლება, შიგნით ისე გამოდის ასეთი, ნახეთ, ეს ახლა ერთი გვერდი დიდია, არასწორად რომ მოვჭერი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს წვეტების სიმაღლეს. გამოდის მაფინების ფორმები ჩემოლამაზებო და აი ჩასხმის დროს დადებ ასე, აი ასე, გავუკეთებ ხელს, რო არა მოხტეს და უცებ ჩაასხავ ცოტას და მერე დაიჭერს თავისით ფორმას და ჩაასხავ რამდენიც გინდა. მე ახლა ესენი უნდა მოვამზადებ ამებს, ჩავასხავ და დაგიბრუნდებით, გაჩვენებთ როგორი იქნება. ესეც ასე, ჩემო მეგობრებო, გავამზადებ ყველა ქაღალდი, როგორც გითხარით. ეს ყოველთვის როგორც ბავშვურად შევყვები ხოლმე და ჩასხმის დროს კოზით ვასხავ ხოლმე სპეციალური მითარად ან ვერთობი ხოლმე და აი ეს ფაქტის სახეზეც არის ეს წვეთები რო იცემა ხოლმე. თქვენ სუფთად მოამზადეთ, აი ამას შევაბრძანებ ახლა გახურებულ წინასწარ გახურებულ ხუმელში. სჭირდება ძალიან ცოტა დრო, ქვედა წვაზე, ზედა წვა არ სჭირდება, ძალიან ძირში არ დადოთ. შუა თაროზე დადეთ. შევაბრძანებ ახლა მე ამას. ძალიან ცოტა მასეც არის ჩაასხათ იქიდან გამომდინარე, რომ მაინც პატარა მაფინებია და ნორმალური ზომის იყოს. შევაბრძანებ ახლა და რომ მოვრჩები ცხობას და მზად იქნება, განახებთ როგორი გამოვიდა სულ ბოლოს. ესეც ასე, ჩემო მეგობრებო, სანამ ეს ცხვებოდა, იმდენად მიყვარს და იმდენად გემრიელია და ჩემ გოგოებსაც, რომლებსაც უნდა ჩავუტანო შემდეგ, ძალიან უყვართ. მოეწონათ, აი, გამოვიდა ასეთი სიფუმფულეები, ეს ზევიდან არის მოყრილი საკონდიტრო, აი, ასეთი შოკოლადის მოსართავი ნატეხები, ჯერმთლიანად შოკოლადი მოვაყარე და მერე ალაგ-ალაგ მოვაყარე აი ეს, რომ ლამაზი ფერი მიეცა. ეხლა თქვენთან ერთად უბრალოდ ერთ ცალს კონკრეტულს, რომელიმეს ამოვიღებ, აი ეს არის ჩვენი საყვარელი მაფინი. ვაიმე, არის ძალიან ცხელი, მაგრამ იმის გამო, რომ თქვენ განახოთ. ვაიმე, დედა დამეწვა ხელები, იმის გამო, რომ თქვენ განახოთ ახლა უცებ და მე მეორე პარტია კიდევ უნდა გავაკეთო. აი, ჩემო ლამაზებო და კარგებო. ხო, კიდე დავამატებ ერთი იმას, რომ ვაიმე, დედა გულში ერთს რამოდენიმეს ოღონდ აღარ მახსოვს, რომელს დავამატე, ის რა ქვია, ნუტელა. აი, ნახეთ, როგორი სიფუმფულეა, ნახეთ. და ეხლა ამას უბრალოდ გავტეხავ, თუ გავხეჩავ, თუ გავხსნი, როგორც ქვია. აი, ნახეთ. უყურე. როგორი სიფუმფულეა.
ასი ჩემო მეგობრებო. არის ძალიან მარტივი, არის ძალიან ბიუჯეტური და არის ძალიან გემრიელი. მე ვარ სწორკვებაზე ტონის მხრივ და ჩვენახევარში მაქვს 8 კილო დაკლებული და უპრობლემოდ ვჭამ. დღეში თავს ვაძლევ უფლებას ხანდახან 3 ცალსაც კი, ოღონდ ღამის 3 საათზე და 4-ზე არა, მაგრამ თქვენ არა, მაგრამ მე კი შევჭამე რამოდენიმეჯერ მაგ დროს. განახებთ როგორ მარტივად ამოდის ფორმიდან, ესეც ჩვენი დამზადებული ქაღალდები, ვისაც იმ მომენტში არ გიქნებათ, ან საერთოდ თუ არც გინდათ რომ იყიდოთ. და ერთი კიდე შემიძლია გითხრათ რა, იცით? აი ეს ქაღალდი, მე კი ვყრი, მაგრამ დატესტილი მაქვს, რომ გაცივდება და ეს ზედმეტი იმებისგან გაასუფთავოთ და შეინახოთ, შემდეგში კიდევ გამოგადგებათ. ბოლოს მზაობას, რა თქმა უნდა, ვამოწმებთ, მე სპეციალურად კბილების ჭხირს ვხსნი და ამით ვამოწმებ ხოლმე. ეს იყოს ჩემო კარგებო, სულ ძალიან მარტივი, შეიძლება ცოტათი გამიგრძელდა ვიდეო, მაგრამ დეტალურად ავწერე ყველაფერი. მე ვისაც მეტად ტკბილი გინდათ, ცოტა ნაკლები კაკაო უყავით. ფქვილზეც გითხარით, ყველაფერი გითხარით, კიდევ ერთხელ გეტყვით. სჭირდება ერთ პორციას, რომელიც გამოდის, სადღაც ეს ხორი 12 ცალი, 15 ცალი, ანუ კარგად რო ჩაასხათ შიგნით, სჭირდება 250 გრამი ფქვილი, 220-250 გრამი შაქარი, გამაფხვიერებელი და ვანილი. სჭირდება 4 კვერცხი, 150 მილიგრამი რძე და 200 გრამი გამდნარი მარგარინი. მშრალ ინგრედიენტებს ვუურევთ ერთმანეთში. კვერცხს და შაქარს უბრალოდ სათქვეფელათი, როგორც წეღან გავაკეთე, გავთქვეფავთ, ვისაც ნიქსერი არ გიყვართ, ან ცხობა არ გიყვართ და უბრალოდ ბავშვებისთვის გინდათ გამოაცხოთ, ან თქვენთვის. ძალიან მარტივია ბავშვებისთვის სკოლაში და ესეთ რაღაცებზე გასატანებლათაც, გასამზადებლათაც თვითონ ამ ქაღალდით და პრაქტიკულია და ანუ ძალიან პრაქტიკული მოსამზადებლად წასაღებათაც და ძალიან გემრიელი. ამ ინგრედიენტებს, ანუ კვერცხს და შაქარს შევულებთ ერთმანეთში, სათქვეფელად იუცებ, დავამატებთ გამდნარ კარაქს, დავამატებთ რძეს და შემდეგ ამ მშრალ ინგრედიენტებს, ფქვილს, კაკაოს, გამაფხვინებს და ვანილს არეულს ერთმანეთში და გაცრილს უკვე კიდევ ჩავაცრით ამაში. პირდაპირ არ ჩაყაროთ, ჩააცერით, მოურიეთ, ჩაასხით ჩემოკარგებო ყალიბით ფორმები, რაც ქვია და დაელოდეთ, მიიღებთ ასეთ ძალიან მარტივ და გემრიელ მაფინებს. ეხლა კი დაგემშვიდობებით, მშვიდობიან, რა ვიცი, საღამოს გისურვებთ. გადავიღებ ხოლმე ძალიან ბევრ მარტივ და გემრიელ ვიდეოებს, რომელსაც არ სჭირდება ბევრი ფული და ბევრი დრო და არც სჭირდება რომ კონდიტერი იყო. და ვინც ჩემსავით სწორკვებაზე ხართ და დაკლება გინდათ, არც მაგათთვის არ არის ასეთი რაღაცეები, რომ მიირთვათ პრობლემა, მაგრამ ყველაფერი ზომიერად.